გამარჯობა. ეს არის სივრცე თვითფლობა, მე ვარ რუსა და დღეს ჩემი სტუმარია ACT ინსტიტუტის აღმასრულებელი ლიდი, ბიზნეს კონსულტანტი და სტარტაპ მენტორი საბა ხერგიანი. საბა, გამარჯობა, მიხარია რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ და ვისაუბრებთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე. თვითფლობის საუბრების მთავარი მიმართულება არის ადამიანი, რომელიც ქმნის ღირებულებას საკუთარ თავში, პროფესიასა და ბიზნესში. ამ სივრცეში ვაზიარებთ ცოდნას, გამოცდილებას და ვეხმარებით ადამიანებს იმ გზის გავლაში, რაც ჩვენ უკვე გავიარეთ. ძირითადი მიმართულება კი არის ემოციური ინტელექტი და ლიდერობა. თვითფლობა ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც ახალი პროფესიის შეძენა სურთ. ვქმნით შესაძლებლობებს, რომ მათ არა მხოლოდ მოусმინონ გამოცდილებას, არამედ რეალური ნაბიჯი გადადგან საკუთარი განვითარებისკენ. თვითფლობა ნიშნავს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და მოქმედებას საკუთარი მომავლისთვის. სალამი რუსა და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ გვექნება შესაძლებლობა რომ ერთმანეთს ესეთი საინტერესო ინსაიტები და ინფორმაცია გავუზიაროთ. მადლობა. საბა, მოდი დავიწყოთ ACT ინსტიტუტით. საკმაოდ საპასუხისმგებლო როლი გაქვს, ვფიქრობ, აღმასრულებელი ლიდი ხარ და გაგვიზიარე საკუთარი გამოცდილება ამ პოზიციის შესახებ ერთი მხრივ და იქამდე მოდი ვთქვათ ACT ინსტიტუტის როლი რა არის მენეჯმენტის თვალსაზრისით. კი ბატონო, მარტივად რო გითხრა ACT ინსტიტუტის ასეთი ძირითადი ამოცანა და მისია ინდივიდებისა და ორგანიზაციების გაძლიერება პრაქტიკული და ტრანსფორმაციული, ასე ვთქვათ, ბიზნეს განათლებით. ანუ ჩვენი მთავარი ღირებულება არის ტრანსფორმაციული და პრაგმატული განათლება. ამათ იმას გულისხმობ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენს პარტნიორებს ვასწავლით, ასე რომ ვთქვათ და რა პროგრამის ფარგლებშიც ვაძლიერებთ, ემსახურება მათი ყოველდღიურობის გამარტივებას, უფრო ეფექტიანი გზების პოვნასა და გაზიარებას მენეჯმენტის, ლიდერშიპის და ნებისმიერ სხვა ბიზნესის დომენის, ასე ვთქვათ, ფარგლებში. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა რომ ყველაფერი, რასაც ვუზიარებთ, იყოს პრაქტიკაში გადატანადი მყისიერად. სწორედ ამიტომ ეს მთავარი ამოცანა, რომელიც ACT ინსტიტუტს აქვს საკუთარ თავზე აღებული, არის პრაქტიკული და ტრანსფორმაციული სწავლება. რაც შეეხება ჩემს გზას ამ, ასე ვთქვათ, ეტაპამდე, ვფიქრობ, რომ ძალიან ესეთი კულმინაციური იყო ბევრი დატვირთვით, იმიტომ რომ ჩემი ბევრი ინტერესი, გამოცდილება და ზოგადად, ასე ვთქვათ, სურვილი გააერთიანა ამ ორგანიზაციამ. იმიტომ რომ ყოველთვის ჩემი შინაგანი და ასე ვთქვათ დაუშრეტელი სურვილი იყო სხვებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც შესაძლებლობების შექმნა. აქედან გამომდინარე, აქ მეძლევა შესაძლებლობა მე თვითონაც, რომ სხვა ადამიანების, ასე ვთქვათ, ცხოვრების, მუშაობის თუ ზოგადად მათი კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის შესაძლებლობები შევქმნა. ანუ ასევე ვახსენა ისიც, რომ ბევრი გამოცდილება გააერთიანა, თქო. დაახლოებით 5 წელი მენეჯმენტ კონსალტინგის მიმართულებით დავყავი, სადაც საქართველოში ისეთ წარმატებულ ბიზნესებთან მიწევდა მუშაობა, როგორც კონსულტანტს და მათი ძირითადი გამოწვევები, ტკივილები, მათი ძირითადი, ასე ვთქვათ, პრობლემები ძალიან ნაცნობი იყო, ისიც ნაცნობი იყო, თუ როგორ უნდა დამეჭირა მათთვის მხარი მე ACT-ის გუნდთან ერთად, რა თქმა უნდა. და რა კონტრიბუცია უნდა შემეტანა მე და ამავდროულად ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული აკადემიურ და ასევე როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ერთმანეთთან გაერთიანდა და აღმოჩნდი, იქ სადაც დღეს ვარ, იმ ასე ვთქვათ შესაძლებლობების კვალდაკვალ, რომელიც ბიზნესებს, ორგანიზაციებს და ინდივიდებს აძლევს განვითარების შესაძლებლობას. კი ბატონო, მოდი დავაზუსტოთ საბა. ორგანიზაციებს აძლევთ საშუალებას, რომ გაზარდონ ხარისხი, ხარისხის გაზრდა მოდის იქიდან, რომ მათ შეუძლიათ უკეთესი მართვა და მათ თანამშრომლებს სთავაზობთ კვალიფიკაციის სასამაღლებელ კურსებს ამისთვის. კი ბატონო, როგორც წესი ჩვენ, ასე ვთქვათ, მათთვის ვქმნით
პროგრამებს, განვითარების პროგრამებს, იქნება ეს ტრენინგების, ვორქშოპების სერია თუ ზოგადად პროგრამული, ასე ვთქვათ, პროექტი, რომლის ფარგლებშიც ზუსტად მათი ორგანიზაციის საჭიროებებს ერგება ჩვენი, ასე ვთქვათ, პროგრამები. იქნება ეს მენეჯმენტის განვითარების პროგრამები, ლიდერობის განვითარების პროგრამები, არ ვიცი, თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და თანამედროვე უნარების განვითარებასთან დაკავშირებით პროგრამები თუ სხვა. სრულად ვერგებით ორგანიზაციის საჭიროებებს და გულწრფელად რო ვთქვა, აი ზუსტად ეს მგონია ACT ინსტიტუტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა. რომ ჩვენ არ ვართ შემოსაზღვრული რაღაცა წინასწარ შექმნილი შაბლონური პროგრამით, წინასწარ შექმნილი შაბლონური ტრენინგით, იმიტომ რომ გგონია რომ ყველა ორგანიზაცია არის უნიკალური, ყველა გუნდი არის ამ ორგანიზაციის მიღმა უნიკალური და მათ აქვს საკუთარი საჭიროებები, რომელსაც ყველაზე კონკრეტულად თუ არ ვუპასუხეთ, უბრალოდ არ იქნება ეფექტური ეს ჩვენი თანამშრომლობა. აი ზუსტად ეგ მომენტი უნდა აღმენიშნა, რომ არ აქმნით რაღაცა შაბლონს, სტანდარტს, რომლითაც მე იხელმძღვანელებთ ყველა ორგანიზაციასთან, არამედ შეისწავლით ორგანიზაციის კულტურას, სტრუქტურას, მათ საჭიროებებს და ამაზე მორგებულად ქმნით შესაბამის პროგრამას. ცოდნისა და უნარების განვითარების თვალსაზრისით. ეს არის, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ACT ინსტიტუტის მთავარი ღირებულება და ხარისხი, რასაც შექმნით. კი ბატონო, აი ზუსტად მგონია რომ ზუსტად გადმოეცი და ზუსტად გამიზიარე იმის, რასაც ვამბობდე. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ასეთი ეფექტური, კარგი პროგრამები შეიძლება უკვე შექმნილი გქონდეს, მაინც ყოველთვის გვჭირდება მორგება ორგანიზაციულ საჭიროებებზე. იმ კონკრეტული ბიზნესის საჭიროებებზე, რომელსაც ვმუშაობთ, იმ ინდუსტრიის საჭიროებებზე, რომელშიც ვმუშაობთ, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორები სრულიად განსხვავებული ინდუსტრიებიდან არიან წარმოდგენილი. რა ვიცი, შეიძლება დღეს პირობითად საუბრობდეთ პროექტზე, რომელსაც სამედიცინო სფეროში ვაკეთებთ, შეიძლება იყოს ეს, არ ვიცი, სადაზღვეო, საბანკო, საფინანსო, რა თქმა უნდა, ასევე შეიძლება იყოს, არ ვიცი, სრულიად განსხვავებული კრეატიული ინდუსტრია, სრულიად შინაარსობრივად განსხვავებული, არ ვიცი, საწარმოო, ასე ვთქვათ, პროდუქტების წარმოება და ასე შემდეგ. ანუ ბევრი განსხვავებული ორგანიზაცია, ბევრი განსხვავებული ინდუსტრიიდან, რა თქმა უნდა, საკუთარ საჭიროებებს გვიზიარებს და ამას ვარგებთ საუკეთესო პროგრამას, რომელიც კი შეიძლება შევქმნათ ჩვენი და მათი შესაძლებლობების ფარგლებში. და სრულიად განსხვავებული მუშაობა სჭირდება, იმიტომ რომ რატომაც ვიფიქრე, რომ მოთხოვნა უფრო იქნებოდა საბანკო თემიდან, ბიზნესიდან. აი მხრივ თქვენთვის ეს რამდენად უფრო სირთულეს ქმნის და შრომატევადია, იმიტომ რომ ასეთ განსხვავებულ მიმართულებებთან მუშაობა ბევრად უფრო მეტ ინდივიდუალიზმს მოითხოვს, იმიტომ რომ სრულიად განსხვავებული საჭიროებები იკვეთება განსხვავებულ სფეროებთან. და ძალიან მიხარია, რომ აი ამ დეტალებს ზუსტად ითვალისწინებთ. კი, ვიტყოდი, რომ ნამდვილად ბევრად უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ერთი პირობითად კონკრეტული უკვე შექმნილი შაბლონით მუშაობა, მაგრამ ასევე იმასაც გაუსვამ ხაზს, რომ ეს არის ის ძალისხმევა, რომელიც გვაძლევს უკვე იმ სასრული შედეგის მიღების შესაძლებლობას, რასაც ჩვენი პარტნიორებისთვის ვქმნით. ანუ ეს არის შეიძლება ითქვას ის ექსტრა მაილი, აი როგორც იტყვიან, დამატებითი გზა, რომელსაც გავდივართ, მაგრამ ამ გზას გავდივართ ენთუზიაზმით, იმიტომ რომ გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის საუკეთესო ფასეულობის შექმნა ასე შეიძლება. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილება. ძალიან მიხარია საბა, ACT ინსტიტუტის საქმიანობა, აი ეს ღირებულებები, რომელსაც ის ქმნის და წარმატებას გისურვებ შენი როლით ACT ინსტიტუტში. ძალიან დიდი მადლობა. და აქვე ერთი კითხვაც მაქვს კიდევ, რა საჭიროებები იყო გამოკვეთილი, რომ მიხვედით ამ გზამდე, რომ გაჩნდა ACT ინსტიტუტის შექმნის იდეა, იმიტომ რომ ეს ხო შექმნა პრობლემებმა და საჭიროებებმა. რას ხედავდით ორგანიზაციებში, მართვაში, მენეჯმენტში, ინდივიდებში, რამაც გამოიწვია აი ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა, რომ შეგექმნათ ACT ინსტიტუტი. კი ბატონო, მე მინდა იმას გავუსვა ხაზი, რომ ACT ინსტიტუტი არის, ასე ვთქვათ, შვილობილი კომპანია, საერთაშორისო საკონსულტაციო და კვლევითი კომპანიის ACT Global.
ჩვენ ქართულ ბაზარზე ძალიან აქტიურად მუშაობდით. მე ვახსენე მენეჯმენტ კონსალტინგი მანამდე, ხო? ძალიან აქტიურად მუშაობთ და მუშაობდი მე თვითონაც ქართულ ბაზარზე მსხვილ და საშუალო კომპანიებთან სხვადასხვა საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში. მაგალითისთვის, არ ვიცი, კომპანიის სტრატეგიული განვითარება, ორგანიზაციული განვითარება, იქნება ეს, არ ვიცი, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია, ოპერაციების ოპტიმიზაცია თუ სხვა. მათ შორის ტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, გაციფრულება, ტრანსფორმაცია და ასე შემდეგ. ამ საკონსულტაციო პროექტების ფარგლებში რასაკვირველია ჩვენ მუშაობდით ტოპ მენეჯმენტთან და საშუალო რგოლის მენეჯმენტთან. და დამერწმუნები ალბათ, რომ ნებისმიერი სასიკეთო ცვლილება, რომელიც შეიძლება განვახორციელოთ, იწყება სწორედ იმ ადამიანების და მთავარი აქტორების, ასე ვთქვათ, ცვლილებით, რომლებიც ამ ყველაფერში არიან ჩართული, გულისხმობ ტოპ მენეჯმენტს და მიდლ მენეჯმენტს. შესაბამისად, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენ ისედაც, ასე ვთქვათ, განვითარების პროგრამას ან ტრენინგ მოდულს ან ვორქშოპებს ამ ადამიანებისთვის ვაორგანიზებდით, რათა მათი გეგმები, ამბიციები, მათი, ასე ვთქვათ, სამომავლო ხედვები კიდევ უფრო რეალური გამხდარიყო და მათთვის გარდა აი ამ ჩვენი საკონსულტაციო მხარდაჭერისა მიგვეცა ცოდნა და ასევე როგორ თქვა, ინსტრუმენტები გაგვეზიარებინა თუ როგორ შეიძლებოდა ამ გზის უფრო ეფექტურად გავლა. შესაბამისად, ძალიან ისეთი იყო მკაფიო ეს საჭიროება. ასევე ყველას ქონდა მოლოდინი და სულ იყო ხოლმე ჩვენთან, ასე ვთქვათ, ეს მომართვიანობა, რომ ვაკეთებთ თუ არა რაღაც კონკრეტულ ტრენინგს, ვაკეთებთ თუ არა რაღაც კონკრეტულ განვითარების პროგრამას მენეჯმენტისთვის, მიდლ მენეჯმენტისთვის და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ბევრი რამე ერთმანეთთან გაერთიანდა და აი ამ საფუძველმა მოგვცა შესაძლებლობა გვეთქვა, რომ ნამდვილად არის ახლა დრო იმისა, რომ ACT Global-ს კიდევ ჰყავდეს, ასე ვთქვათ, და ჰქონდეს მიმართულება, რომელიც ბიზნესებს არა მარტო საკონსულტაციო პროექტების ფარგლებში, არ ასევე მის მიღმაც გააძლიერებს და უფრო ესეთ გრძელვადიან განვითარების პროგრამებს შესთავაზებს. ასევე მინდა ხაზი გაუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, განსაკუთრებით აი მიდლ მენეჯმენტის, ასე ვთქვათ, საშუალო რგოლის მენეჯმენტის შესახებ, რომ ეს არის კლასიკური შემთხვევა მთელს მსოფლიოში, სამეცნიერო მენეჯმენტის მიმართულებით ამას პიტერის პრინციპი ქვია, როდესაც ადამიანები ხდებიან, უბრალოდ ადამიანებს აწინაურებენ ისეთ მომენტამდე, როდესაც მათ უკვე აღარ ყოფნით ცოდნა და კომპეტენცია, რომ მათი ახალი ეს პასუხისმგებლობა კარგად, ასე ვთქვათ, შეასრულონ და კარგად გაართვან თავი. ესეთი შემთხვევები არაერთხელ გვინახავს ჩვენს, როდესაც ყველაზე მაგარი პერფორმერი, ყველაზე მაგარი აი სუპერ სპეციალისტი თავისი საქმის არის გუნდის ხელმძღვანელი, team lead-ი, მენეჯერი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი. როდესაც ადამიანი, რომელიც არ ვიცი, პირობითად იყო ყველაზე მაგარი ფინანსური ანალიტიკოსი და გახდა უცებ რაღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ერთის მხრივ მას აღარ ყოფნის უკვე მისი ცოდნა გამოცდილება და უნარები, რომ მენეჯერული ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა და ფუნქცია შეასრულოს და მოირგოს ეს როლი და მეორეს მხრივ ის როგორც პროფესიონალი ბჭყალებში იკარგება, იმიტომ რომ მას ეხლა უკვე განსხვავებული პასუხისმგებლობა აქვს. ეს რა თქმა უნდა ძალიან კლასიკური შემთხვევაა, თუმცა ასე ვთქვათ, მაინც ძალიან გავრცელებული და ზუსტად ამან განაპირობა ისიც, რომ ჩვენს, ასე ვთქვათ, რეალობაში შეგვექმნა ისეთი პროგრამები, რომლებიც მენეჯერების ასე ვთქვათ, გაძლიერებას და შეიძლება ასეც ითქვას, გამოზრდას შეძლებდა. იმიტომ რომ გულწრფელად რომ გითხრა, აღიქმება კიდევაც რაღაც ასე ვთქვათ, ასპექტში, რომ მენეჯმენტი ცალკე პროფესია კი არ არის. ეს არის რაღაცა დამატებითი დაწინაურება. და იმან არის ყველაზე დიდი შეცდომა, იმიტომ რომ თან მანდ რა ხდება, რომ ის ადამიანიც იკარგება, მერე შეიძლება ითქვას, რომ ვერ აკეთებს ადამიანი კარგად საქმეს, ამ დროს ძალიან მაგარი პროფესიონალია, უბრალოდ არასწორ ადგილას არასწორი ფუნქციები მიენიჭა. ნამდვილად. და ორივე ნაწილი იკარგება. ნამდვილად ამ ახალ როლში თავს არ გზნობს კომფორტულად და ვერ ხსნის საკუთარ პოტენციალს და ის ანუ ძველი ფუნქცია რაც ქონდა, იმას ვეღარ ასრულებს, იმიტომ რომ ის აღარ არის მისი პრეროგატივა. კი, თან ორი სრულიად განსხვავებული. აი სრულიად განსხვავებული ფუნქციებია, მოვალეობებიც განსხვავებულ ცოდნას და უნარებს მოითხოვს. სრულიად განსხვავებულს. აი უბრალოდ ვფიქრობ ამისი საწყისები არის ის, რომ ჯერ კიდევ 10 წლეულების წინ რაღაც სიტყვა მენეჯერი ისე იყო, რომ დააწინაურეს და მენეჯერია. რაღაცა ესე რა, მარტივი ფუნქციებით და აქ არ იყო არანაირ ლიდერშიპზე საუბარი, არანაირ ღირებულებებზე, მართვის ცოდნაზე საუბარი, უბრალოდ ნებისმიერს შეეძლო, რომ აი დააწინაურეს და ახლა მენეჯერია. ის სიტყვა მენეჯერიც რას ნიშნავდა? ბუნდოვანი იყო და ძალიან მიხარია, რომ დღესდღეობით უკვე ამისი ხარისხი საკმაოდ მაღლა არის ასული და
ერთ-ერთი წვლილი არის სწორედ თქვენი ესეთი ინსტიტუტი, რასაც აკეთებს და თუნდაც შენი და მიხარია რომ ასეთ კარგ საქმეს აკეთებ. მადლობა ძალიან დიდი. ხო, ძალიან კარგად აღნიშნე, რომ აი უფრო მეტად მაინც აღიქმება, რომ ეს არის დაწინაურების, ასე ვთქვათ, შენი პოზიციის, ეგრეთ წოდებული ტაიტლის შემოქმნელი, ვიდრე ის ძირითადი მართლა პროფესია, რასაც მენეჯმენტი ქვია. და ეგ არის ზუსტად, რასაც ძალიან ხშირად ვაწყდებოდით ზოგადად ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან გვიწევს შეხება და ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ფაქტორი ესეც იყო, თუ რატომ გადავწყვიტეთ, რომ ACT Global-ს ცალკე მიმართულება ბიზნეს განათლების კუთხით ქონოდა, როგორც ACT ინსტიტუტი. კი ბატონო. საბა ორგანიზაციების განვითარებაზე ძალიან ბევრს ზრუნავთ და ფიქრობთ და დიდი წვლილი შეგაქვთ ამ პროცესში. როგორ ფიქრობ, ორგანიზაციის განვითარებამდე სანამ მიხვალ, ვინც ამის პასუხისმგებლობას აიღებს, ხომ უნდა იფიქროს და იზრუნოს საკუთარ პიროვნულ, პროფესიულ განვითარებაზე და ზრდაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაწილში დამეთანხმები და უბრალოდ აი შენზე მომიყევი, როგორ მუშაობ საკუთარ ზრდასა და განვითარებაზე. კი ბატონო, იცი როგორი საკითხია, რამდენიმე ჩემი მეგობარი, ასე ცოტა ირონიული გახდა უკვე ეს ჩემი მარადმწვანე სტუდენტობის ამბავი. დამცინია ხოლმე ესე ხუმრობ. ახლაც სწავლობ. კი, ეხლაც ჯერ კიდე ვსწავლობ როგორც დოქტორანტი. ვაკეთებ ჩემს, ასე ვთქვათ, დოქტორანტურას მენეჯმენტის მიმართულებით და ეს გზა ფაქტობრივად ჩემი პირადი განვითარების და განათლების გზა ჯერ კიდე ესე უწყვეტად მიმდინარეობს, ალბათ ვიტყოდი თუ სკოლასაც ჩავთვლით, რა ვიცი, ბოლო 20 წელია, იმიტომ რომ არ ვიცი, ჩემი განათლება სრულიად მოიცავს ბიზნესის ადმინისტრირებას, მენეჯმენტს, ბაკალავრიც, მერე MBA, მერე ხო PhD მენეჯმენტში და ეს არის ის ძირითადი, ასე ვთქვათ, ბაზისი, საიდანაც ჩემი, როგორ ვთქვათ, თეორიული ბექგრაუნდი მოდის. ჩემი ცოდნის და გამოცდილების. სამყარო იცვლება და თან ძალიან სწრაფად იცვლება. სტანდარტები იცვლება, გარემოებები იცვლება. ახალი თაობები მოდის და ის ჩვენი მდგომარეობა, რაც თუნდაც გვქონდა 5 წლის წინ, აღარც შეიძლება იყოს საკმარისი ახლა 5 წლის შემდეგ, რაც ახლა ხდება, რა საჭიროებები და მოთხოვნებიც არის. ამიტომ, აი თითქოს ესეთი რაღაცა არის, რომ უნდა აუწყო ფეხი ამ თანამედროვეობასაც და ამას ვერ იზამ, თუ მუდმივად განვითარებაში არიყავი, განათლების გზაზე არიყავი მუდმივად და რაღაც ახალი ცოდნისა და განსაკუთრებით უნარების შეძენა კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მინიმუმ ახალი თაობები მოდის, ახალი საჭიროებები მოდის და აი ამას ფეხი უნდა ავუწყოთ ყოველთვის და ეს კიდე გრძელდება მთელი ცხოვრება. ეს ხო არ არის რაღაცა ვისწავლე და ახლა ვმუშაობ, ახლა ვისვენებ, ან რაღაცა ესეთი რა. მუდმივი პროცესია. ძალიან კარგი რაღაც ახსენე და არ შემიძლია არ დაგეთანხმო. აი რასაც ახლა ამბობდი, ზუსტად მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანს ესმოდეს და ძალიან მნიშვნელოვანია განურჩევლად, არ ვიცი, პროფესიისა, პოზიციისა და ზოგადად პიროვნული თუ რაღაცა სოციალური სტატუსისა, რომ რაღაცას რო სწავლობ, ძალიან კარგია, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ მორჩა, დასრულდა ეს პროცესი და ეს განგრძობადია და რა ვიცი, თუნდაც ქართულ ენაში გვაქვს ხო ძალიან ბევრი ამის გამონათქვამი, რომ საინამ ცოცხლობ, რაღაცა სიკვდილამდე გრძელდება ეს პროცესი, ხო? მაგრამ ასევე ხაზი მინდა გაუსვა იმასაც, რომ აი ეს ვფიქრობ, ჩვენი დამოკიდებულების, ასე ვთქვათ, საკითხიც არის. აი ძალიან ფიქსირებული როდესაც არის ადამიანების გონება, მაინდსეტი, აი სოფმხედველობა, ესე ვიტყოდი. და ისინი არ არიან ზრდაზე ორიენტირებული, იმიტომ რომ რაღაც რაც პირობითად 5 წლის წინ ძალიან მაგრა მუშაობდა და გადგებოდა, დღევანდელ რეალობაში აღარ არის რელევანტური და აღარ არის ეფექტიანი. ხშირად ვამბობთ ხოლმე ამას და მეც ხშირად ვიმეორებ, რომ ერთადერთი კონსტანტა, ერთადერთი აი უცვლელი რამ რაც არის, ეს არის თავად ცვლილება, იმიტომ რომ ყოველთვის აი ეხლაც რო ვსაუბრობთ, იმდენი ახალი არ ვიცი AI პლატფორმა იქმნება და ილონჩება, რომ
ვერც კი ავუწყობთ ფეხს. ზუსტად კი. და ამ პროცესში, როდესაც არც კი ეცდები ადამიანი, რომ როგორც ჩვენ თქვი, ფეხი აუწყო კი არა, კვალდაკვალია რო და იმაზე იფიქრო კი, ზუსტად, აი იმაზე იფიქრო, რომ ხვალ რა იქნება, მგონია რომ ძალიან არ ვიცი, დიდი რისკია, რომ როგორც პიროვნებაც და როგორც ინდივიდიც ზოგადად რაღაცა ჩაიკარგო. კი, აი ჩაიკარგო დროში. დროში ზუსტად კი. საბა აქვე ძალიან კარგი სიახლე აქვს თვითფლობას და შენთვის მაქვს საჩუქარი და ვარემ ახლა ვისარგებლებ შემთხვევით და გადმოგცემ. თვითფლობის წარმოდგენი არის მაიზერ ზაქარაშვილის სახელობის კერამიკული თიხის სამქრო ემზი კერამიკა, რომელიც ყველა ჩემს სტუმარს გადასცემს თიხის ხელნაკეთ და მეორე სიტყვა გულნაკეთ დავამატა, იმიტომ რომ გულით იქმნება თიხის ჭიქას თვითფლობის ბრენდირებული ჭიქა არის. და მოკლედ შენ არ ვიცი მე მინდა ვთქვა რომ ძალიან ლამაზია და აი ძალიან მოკლედ ხელში რომ მიჭირავს იგრძნობა რომ გულნაკეთი ნამდვილად არის. ხო, ხელნაკეთ გულნაკეთი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გავუფრთხილდები ამ ასე ვთქვათ საჩუქარს. მუდმივ განვითარებაში. ესეთი დამღლელი დღე რომ გექნება, ახალი კურსის ან რაღაც ახალი პროფესიის შეძენის შემდეგ და სახლში რომ მიხვალ და გემრიელად თიხის ჭიქით რომ მუდმივი განვითარებისთვის კი ბატონო. საბა შემდეგ ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე გადავიდეთ, ემოციური ინტელექტი ზოგადად და განსაკუთრებით ემოციური ინტელექტი მართვაში. ჩემთვის რომ მკითხო რა არის მართვა, პირდაპირ ვიტყვი რომ ეს არის ემოციური ინტელექტი. როგორ ფიქრობ ამაზე, თუ მეთანხმები მართვასა და ემოციური ინტელექტს შორის რა კავშირი არსებობს? კი ბატონო, მადლობა ამ კითხვისთვის და გეთანხმები რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. და ვიტყოდი, რომ როგორც ასე ვთქვათ, მართვის მენეჯმენტის და ლიდერობის ნაწილში, ასევე ზოგადადაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ბიზნეს სამყაროში თუ ნებისმიერ სხვა, არ ვიცი, სექტორში, ყველაფერი არის მაინც ადამიანსა და ადამიანს შორის. გესმოდეს კარგად საკუთარი ემოციური მდგომარეობა, საკუთარი ასე ვთქვათ, ემოციური მედეგობა, იცნობდე შენს ემოციებს, სწორად ამოიცნო, სწორად დაარქვა სახელი არის საწყისი და არ ვიცი, ფუნდამენტური ნაბიჯი იმისთვის, რომ კარგად გაუგო სხვა ადამიანებსაც. და ძალიან რთული. და ძალიან რთული ცალსახად. კარგად გაუგო, გქონდეს ემპათიის ის უნარი, რომელიც მოგცემ შესაძლებლობას, რომ ამ ადამიანების ემოციური მდგომარეობა, როგორ თქვა, ბრჭყალებში წაიკითხო, ნამდვილად და თან ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ შენი ცხოვრების ყველა ეტაპზე შენი ემოციური მდგომარეობა, მზაობა, ესე ვიტყოდი ემოციური დიაპაზონი განსხვავებულია და ყოველჯერზე გჭირდება თვითრეფლექსია, დაფიქრება ამ ყველაფერზე და დრო საკუთარი თავისთვის და დრო საკუთარი თავის უკეთ შეცნობისთვის. მაგრამ ამასაც გაუსვამდი ხაზს, რომ გამომდინარე ძალიან აჩქარებული ცხოვრების ტემპიდან ხშირად უკვე რაღაცა როგორ თქვა აღარ გრჩება ფუფუნება დრო და ფუფუნებად იქცა თითქოს რომ საკუთარ თავს ძალიან მშვიდად გაწონასწორებულად დაუთმოდ რომ იფიქრო შენს ემოციური მდგომარეობაზე, მაგრამ მგონია რომ ამის გარეშე უბრალოდ არაფერი არ გამოდის. კი ბატონო. და ამასაც მინდა ხაზი გაუსვა რომ მე როგორც ერთ არ ვიცი ჩვეულებრივ ადამიანს ნამდვილად ბევრი მაქვს ამ ყველაფერზე ნაფიქრი და ჭირდება რომ კიდევ უფრო მეტი ვიფიქრო, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ კი რაიმე მიმართულებით შემიძლია ვთქვა რომ რაღაც გამოვიდა, რაღაც კარგი ნაბიჯი გადავდგი, წარმატებას მივაღწია, გონია რომ გარდა იმ რაღაცა hard skill-ებისა და ცოდნებისა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება მქონდეს, ძალიან დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ ყოველთვის ვცდილობ რომ დიდი ყურადღება მივაქციო ჩემს ირგვლივ ადამიანებს. ყოველთვის ვცდილობ რომ გავიგო მათი ემოციური მდგომარეობა. მაგრამ ეს ანუ გულწრფელი ვქნები და ეს არ არის ხოლმე რაღაც როგორ გითხრა წინასწარ შემზადებული ტექსტი, რომ მოვიკითხო როგორ ლამაზი ფრაზებით. კი ბატონო. უფრო მეტად არის რომ აი ვიღაცას რომ მივესალმები, გამარჯობა, პირობითად ოფისში, უნივერსიტეტში, რა ვიცი, რაღაცა ივენტზე, აი ამ პირველი მისალმების მერე რაღაცნაირად მათი ემოციური მდგომარეობა, აი ამ როგორ თქვა, ველში მეც ჩემი თავი დავინახო, მე როგორც გრძნობ თავს ვიცოდე და მათი ასე ვთქვათ მდგომარეობაც რაღაცნაირად დავინახო და ყოველთვის არის ხოლმე რომ
აი მქონია შემთხვევა, როდესაც ადამიანზე უბრალოდ მიკითხავს გამარჯვების მიღმა როგორ ხარ. იმიტომ რომ რაღაცნაირად მიგრძნია რომ მას ეს სჭირდება, რომ ვიღაცა მკითხოს როგორ ხარ. კი. მეც ძალიან ბევრჯერ მქონია მომენტი, როდესაც მე მჭირდება რომ ვიღაცა მკითხოს როგორ ვარ. კი. აუ როგორ ხარ კი არა, მართლა როგორ ხარ. თავს როგორ გძნობ. ემოციური ინტელექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი პიროვნების და ისეთი საკითხი, რომელზე მუშაობაც არასდროს არ სრულდება და არ უნდა შევაჩეროთ იმისთვის, რომ როგორც ჩვენი ასე ვთქვათ, მდგომარეობა და ემოციური სტაბილურობა, კი ბატონო, უზრუნველყოთ ასევე უზრუნველყოთ სხვების, ასე ვთქვათ, ჩვენს ირგვლივმყოფების არა მარტო სამსახურში. კი ბატონო, არა მარტო სამსახურში, ზუსტად ეგ არის, ეს არის პროფესიული მეგობრებთან და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ყველა ჩვენგანს გვაქვს ჩვენი გავლენა, კარგიც და ცუდიც. და აი ამის რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენად არის კომუნიკაციის ფორმებიც ყურადღება მისაქცევი, თუნდაც ACT ინსტიტუტის ჭრილში რო ავიღოთ, აი ორგანიზაციულ ჭრილში რო ავიღოთ. არა კონკრეტული მაგალითებით, მაგრამ ზოგადად, რამდენად გვიჭირს კომუნიკაციის ფორმებში და რამდენად მუშაობთ ამაზე. ხას გავუსვამ, რომ ინტერპერსონალური კომუნიკაცია არის ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში. ანუ აი ყველა მინიმალურ რაღაცა პატარა ნაბიჯში გჭირდება ადამიანებთან კომუნიკაცია. შეერჩიო სწორი ფორმა, სწორი ფორმულირება, ასევე იმის რისი თქმაც გინდა და სწორი დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ალბათ დამეთანხმები და ყველა პრინციპში დამეთანხმება, რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს და სიტყვის ძალა არის იმდენად დიდი, რომ რაღაც მომენტში შეიძლება, არ ვიცი, რაღაც საოცარი ცვლილებების და საოცარი პოზიტიური ცვლილების ბიძგი და ძალა მოგცეს, ან მეორეს მხრივ უბრალოდ დაგანგრიოს და გაგანადგუროს. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვებს ვინ გეუბნება, ხო? კი. გარდა ფორმულირებისა, ტაიმინგისა, რაღაცა დროისა, ხო? ამიტომ ეს არის ძალიან ყურადსაღები და მნიშვნელოვანი თემა. ჩვენ რასაც ვცდილობთ, რომ თუნდაც ACT ინსტიტუტის პროგრამების ფარგლებში გავაკეთოთ, არის ის, რომ მენეჯერებს, ლიდერებს მივცეთ პრაქტიკული, ასე ვთქვათ, მიდგომები, მათ შორის, კი, გავუზიაროთ პრაქტიკული, უკვე კარგად ნაცადი, ასე ვთქვათ, მიდგომები და ვასწავლოთ და გავუზიაროთ თუ როგორ უნდა მაგალითად დაგეგმოს უკავშირის სესია. ვინ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ამ სესიაზე, ვინ არ უნდა იყოს. უნდა იყოს ეს ინდივიდუალური თუ რაღაცა გუნდში გაზიარებული. პირობითად დღევანდელ, ასე ვთქვათ, ჰიბრიდულ სამყაროში იმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას პირადად აკეთებ face to face თუ თუნდაც online შეხვედრის ფარგლებში. იმიტომ რომ სრულიად განსხვავებულ შედეგებს მოიტანს. რადიკალურად განსხვავებულია. ასევე რა დროს აკეთებ ამას. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ცხელ გულზე და ემოციების გულზე თუ ცოტა ხანი დაიცადე. ზუსტად. რა ფორმულირებით აკეთებ ამას. ეხლა აქ საუბარი რა თქმა უნდა არ მაქვს რაღაცა კლასიკურ და ესეთ ძალიან გავრცელებულ რაღაცა სენდვიჩზე და იმაზე. საუბარი მაქვს იმაზე თუ როგორ უნდა დაგეგმო და აუცილებლად უნდა დაგეგმო უკავშირის გაზიარება შენთვის სასურველი ადამიანებისთვის. და როგორ დაგეგმო განმავითარებელი უკავშირი. ანუ როგორ გაუზიარო უკავშირი ისე, რომ რეალური რაღაც გამოწვევა თუ არსებობს, მიიტანო მეორე მხარესთან, შენი მესიჯი ისეთი ფორმულირებით მიიტანო, რომ მან გარდა იმისა, რომ გაიაზროს, ასევე დაინახოს პოტენციალი. ამაში შენც უნდა დაეხმარო. ზუსტად კი. მე თვითონაც როგორც ინდივიდი პირობითად თუ ვიღებ უკავშირს, ზუსტად იგივე მოთხოვნილება მაქვს, რომ თუ კი რაღაცა სწორი ფორმულირებით და სწორ დროს არის ეს უკავშირი, ძალიან კრიტიკული საკითხიც რო იყოს, ბევრად უფრო მიიღებ. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დიდი მზაობით მიიღებ და როგორ თქვა, ერთი ლოყის ნაცვლად მეორესაც მიუშვებ. კი. მაგრამ აქ ფორმულირებაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? და ასევე ძალიან ხაზგასასმელია ისიც, რომ უკავშირი და ინტერპერსონალური კომუნიკაცია, ტრენინგების სამყაროში ჩართული ადამიანები დამეთანხმებიან, რომ არის თემა, რომელიც ნუ აი ხო უამრავი ადამიანი მუშაობს ამაზე, უამრავი ორგანიზაცია, უამრავი ტრენინგი პროგრამა არსებობს, მაგრამ ყოველთვის აქტუალურია. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ადამიანები, ჩვენი გამოვლილი გზა მუდმივად იცვლება და ჩვენი ემოციური მდგომარეობა მუდმივად იცვლება და ყოველთვის გვჭირდება ამაზე მუშაობა. მაგრამ აი ეს თუნდაც უკვე არსებული
კარგი პრაქტიკები რაც არსებობს, როგორ შეიძლება დაგეგმო ერთ-ერთზე შეხვედრა, როგორ შეიძლება გააკეთო განმავითარებელი უკავშირი და ასე შემდეგ, ყველა ეტაპზე შეიძლება გამოიყენო, მაგრამ ამაზე მუშაობა არ უნდა შეწყვეტო. კი, იმიტომ რომ ინდივიდუალიზმზე გადის მაინც ეგეც, ანუ რაღაც ჩარჩოები არსებობს, ზოგადი ტექნიკები არსებობს, მაგრამ აი მანდაც მაგაზე მივდივართ, რომ ეს ცოდნა გვაქვს, რაღაცები არსებობს, მაგრამ ვერ ჩარჩები იქ, ვერ იქნები სულ მაგის იმედზე, რომ ახლა ამას მივყვები და გამოვიყენებ, მანდაც მუდმივად გიწევს მუშაობა, ჩართულობა და საკუთარი თავის ზრდა, რომ უფრო მეტად ეფექტური იყოს შენი უკავშირი. კი ბატონო, სრულად გეთანხმები, იმიტომ რომ აი ეს ემოციური მდგომარეობა და ზოგადად ემოციური ინტელექტი ზუსტად ამიტომ არის ესეთი მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ემოციური მდგომარეობა არის აი რაღაც სუცვლადი, ხო? ხო, იმიტომ რომ გარემოებების უგეცვლება, გამხიზიანებლები, მატრიგერებლები მუდმივად განსხვავებული არის, ხო? და ზუსტად მაგით ვთქვი, ეს დიაპაზონი ჩვენს ემოციებს შორის ძალიან დიდია. და ყოველდღიურად ფაქტობრივად იზრდება. და ამ ემოციური მდგომარეობის ფარგლებში შენ თუ თვით რეგულირების ასე ვთქვათ, კარგი უნარი არ გაქვს, თუ არ იცი როგორ ჩაიფუშოს ეს ყველაფერი შენში. და მარტო იმას ვერ დაეყრდნობი. ვერ დაეყრდნობი მხოლოდ best practices-ებს ნამდვილად რა. ანუ ეს შენი ემოციური მზაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, გეთანხმები საბა. მოდი mentorship-საც ვისაუბროთ. სტარტაპ მენტორი ხარ და მე უშუალოდ ვაკვირდებოდი და ვუყურებდი რამდენად კარგად მართავ პროცესებს, რამდენად კარგად მენტორობდი ჯგუფს სტარტაპ ფაქტორის ერთ-ერთ აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში. აი ამ გამოცდილებასაც მოგვიყევი. მადლობა, რომ ეს შეკითხვა დამისვე, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ისეთი ძვირფასი გამოცდილება არის და დასაფასებელი გამოცდილება არის, რომელიც სტარტაპებთან მუშაობას მოიცავს. ვიტყოდი რომ მადლობა პირველ რიგში აი ამ რაღაცა კომპლიმენტისთვის მენტორობის ფარგლებში, მაგრამ ვიტყოდი რომ თუ კი მე დღეს შემიძლია რომ ვიყო კარგი მენტორი და თუ კი მე დღეს შემიძლია რომ ადამიანებს მივცე რაღაცა სასიკეთო ცვლილებების ძალა და მივცე ენთუზიაზმი და ხშირად ჩემი ენერგია იმისთვის რომ აი განსაკუთრებით სტარტაპერებთან მიმართებაში არის ეს მნიშვნელოვანი, რომ რაღაცა ხო იცი, მოტივაცია აენთო დაიწყო და მერე სადღაც დისციპლინა რო აღარ აქვს ჩაიფუშა. და ეს სტარტაპში არის მუდმივად რომ უნდა ხდებოდეს რა ისეთი. კი, და ამიტომ როგორც მენტორს, ანუ შენი ძალიან დიდი რესურსი უნდა ჩადო ამ ენერგიის თვალსაზრისით და იმის თქმა მინდა რომ თუ კი მე ეს რაღაც ფორმით კარგად გამომდის, არ ვიცი, არის იმის დამსახურება, რომ მე თვითონაც ძალიან ბევრი კარგი, ალბათ ვიტყოდი რომ ესე მენტორი მყავდა, ეხლა არ ყოფილა ეს ოფიციალურად მენტორინგის პროგრამა, რაღაცა მენტორშიპის ნაწილი, მაგრამ ვიტყოდი რომ ჩემი დაახლოებით უკვე, არ ვიცი, 12-13 წლიანი პროფესიული გამოცდილების ფარგლებში ძალიან განებევრებული ვარ, ძალიან ჭკვიანი, ძალიან განათლებული, ძალიან ესეთი კარგი ენერგეტიკის მქონე ადამიანებთან მუშაობით და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან განაპირობებს იმასაც, თუ როგორი პროფესიონალი შეიძლება ვიყო მე დღეს. და თუ კი კარგად გამომდის პირობით და ეს მენტორინგის ამბავი, ნაწილი ზუსტად იმიტომ, რომ ეგეთ პროფესიონალებთან მქონდა მუშაობის შესაძლებლობა, თუნდაც აქ ახლა ამ კომპანიაში რომელშიც ვარ და არა მარტო ბევრ სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიაში. გამართლებია საბაბა. მაგრამ მოდი აქაც ვთქვათ, ეს სიტყვა გამართლება მაინც არ მიყვარს ხოლმე რა, იმიტომ რომ ისეთი არის ახლა გამართლებაზე დამოკიდებული ვერ იქნები და თან რატო? ანუ შეიძლება გარემო ძალიან კარგი იყო და ის ხალხიც იმდენად განვითარებულები იყვნენ, რომ ბევრი შეიძლებოდა ესწავლა ადამიანს მათგან. მაგრამ აქ არის მეორე მხარე, რას აკეთებს მეორე ადამიანი, ანუ ამას როგორ იღებს, როგორ აღიქვამს და როგორ სწავლობს. შესაბამისად, სიტყვა გამართლება მაინც არ მომწონს და მაინც არ ვფიქრობ, რომ გამართლება არის, იცი რა თვალსაზრისით, რომ ვფიქრობ, რომ ეს იყო შენი უნარი, რომ ყველა სიტუაციიდან, ყველა გარემოებიდან შეგიძლია ისწავლო. თორე კარგი გარემოებები ბევრს აქვს, მაგრამ ნაკლები იყენებს. აი ამისი თქმა მინდა რა. სრულად გეთანხმები და მგონია რომ ზუსტად ეგ არის აი ეს განვითარების მაინდსეტი რა, როდესაც გინდა რომ რაღაც კონკრეტული მოცემულობიდან და შეიძლება ძალიან უარყოფითი და რაღაცა ცუდი გამოცდილებაც კი იყოს, მაგრამ ხო, წამოიღო რაღაც ღირებული და სამმავლოდ გაითვალისწინო. ანუ კარგი მოდელი შეიძლება სულ არ ყავდეს, აი კარგი mentorship-ი ხო, კარგი კი არა, პირიქით ძალიან ცუდი მოდელი
ყავდეს, მაგრამ იმით კიდევ უფრო მეტად ისწავლო, ანუ როგორი არ. აქ თუ სწავლობ, რომ როგორი და მიბაძო, აქედან შეიძლება ისწავლო, რომ როგორი არ. შესაბამისად, ანუ გარემოებაზე და გამართლებაზე კი არ მივდივართ, სუბიექტურ აღქმაზე მივდივართ და ინდივიდებამდე დავდივართ და საკუთარ თავამდე, როგორი არის ჩვენი მზაობა, მიმღებლობა, რაც არის აი ნომერ პირველი და განვითარებისადმი დამოკიდებულება და სურვილი. ასე რომ ერთი რო აღნიშნე, რომ კარგი მენტორები ყავდა და კარგი გარემოებები დაგემთხვა, მაგრამ მე უფრო მეტად დავინახე შენში ის, რომ შენი მზაობა რამდენად კარგი იყო. თორე გარემოებები ყველას აქვს, კარგიც და ცუდიც და ორივე შეიძლება რომ გამოვიყენოთ ჩვენ სასიკეთოდ. ნამდვილად. საბა, შენი მთავარი ღირებულებები რა არის? ახლა იმდენი ვისაუბრეთ, რომ კი გამოიკვეთა ეს შენი ღირებულებები, მაგრამ მაინც მოკლედ რომ ვთქვათ, მთავარი ღირებულებები, რაც შენთვის არის ცხოვრების მთავარი საწყისი და რითიც ცხოვრობ და რასაც ცხოვრების ბოლომდე გაყვები. დამაფიქრებელი კითხვა. ვიტყოდი, რომ ალბათ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვიყო თავისუფალი და თავისუფლება არის ღირებულება, რომელიც მაძლევს შინაგან мотивაციას, მაძლევს ენთუზიაზმს და ასევე რაღაც რთულ მომენტებში თავისუფლების სურვილი მაძლევს დისციპლინის და სტრუქტურის შემოტანის ვიტყოდი რომ ზაობას, იმიტომ რომ რა ვიცი, ვის უყვარს რაღაცა ესე რუტინულად რაღაცის კეთება და დისციპლინაში საკუთარი თავის მოქცევა, ხო? მაგრამ რაღაცა გრძელვადიან მიზანს როცა ემსახურება ეს და რაღაც კონკრეტულ მიზანს ემსახურება, ვაკეთებ თამას, ხო, იქიდან გამომდინარე, რამდენად გვინდა. ამიტომ ვიტყოდი, რომ მე როგორც ადამიანი თუ ვარ თავისუფალი, ვაკეთო ის რაც მინდა, გულისხმობ ჩემს საქმიანობას. ვიყო ისეთ გარემოში როგორშიც ვარ, ისეთ ურთიერთობაში როგორშიც ვარ, ისეთ შენი არჩევანით იცხოვრო. ადამიანებთან როგორშიც ვარ, მაშინ შემიძლია ვიყო საკუთარი თავის შედარებით კარგი ვერსია, რომელიც იფიქრებს, რომ მოდი, აი კიდე უფრო კარგი ვერსია რო გავხდე ჩემი თავის, რა გავაკეთო. ანუ მარტივად რო თქვა, მე თუ ვარ, მოკლედ, აი ამ პროცესის საჭესთან, როგორც შენ თქვი, ჩემი არჩევანი თუ არის რაღაცა, აი ამ შემთხვევაში ბევრად უფრო დიდი მუხტი და ენერგია მეძლევა, რომ რაღაცა გავაკეთო და შედეგი დავდო, ვიდრე თუ კი ეს არის რაღაცა გარემო პირობებით ან სხვა ადამიანების მიერ რაღაცა თავსმოხვეული, ხო? თავსმოხვეულიც არა, მოწოდებული, უფრო კარგად ჟღერს ნამდვილად. და თუ კი რაღაცა აი ჩემი არჩევანია და ჩემი თავისუფალი ნებიდან გამომდინარეობს, იქ ხდება ყველანაირი როგორ გითხრა, ხო, გამოწვევა, შეზღუდვა, არ ვიცი, საკუთარი, რა ვიცი, დროის აღქმა, რაღაცა რესურსების აღქმა, დაღლა და ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არის ის შენ ხარ, შენი თავიდან ხარ და შენი თავის აკეთებ, შენი თავისთვის. ეგრე გამოდის, კი, ეგ არის. და ამიტომ ვიტყოდი, რომ ეს არის ძირითადი ჩემი ფასეულობა, რასაც მე უკვე ძალიან ბევრი რამე ეფუძნება. მე თუ ვარ თავისუფალი, შეიძლება მაგ დროს მიყვარს ყველაზე მეტად, მაგ დროს შემიძლია ყველაზე პროფესიონალი ვიყო, მაგ დროს შემიძლია ყველაზე კარგი კონტრიბუცია შევიტანო სხვა ადამიანების ცხოვრებაში. ძალიან ბევრჯერ მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც აი ამ გარემო ფაქტორებისგან გამომდინარე, რაღაცნაირად წნეხი, დაძაბულობა, როგორ თქვა, ემოციური ფონი მქონია. მაგრამ საბოლოო ჯამში თუ კი ეს არის ჩემი არჩევანი, ვპოულობ გზას, რომ ეს ყველაფერი დავარეგულირო. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგეც, რომ სხვათა შორის რაც თქვი, რომ რაღაც გარემო თუში თუ ვართ, ამას რა ვიცი, ვეგუებით თუ მივდივართ. ანუ რას ვირჩევთ, ხო? აი ხშირად არის ხოლმე, რომ გქონიათ, რომ თუ რაღაცა რადიკალურ ზომას არ იღებ, ეგ შენი არჩევანი არ არის. და უმოქმედობაც ხო არჩევანია, იმიტომ რომ შენ აირჩე, რომ არაფერი არ გაგეკეთებინა. სიტყვა რადიკალურს რო ახსენებთ, უკვე ხო, უკვე თავისთავად ამბობს ყველაფერს. და ეს ბალანსი კიდე ძალიან რთულია. ძალიან მნიშვნელოვანია და თან ძალიან რთულია კი. ნამდვილად. და აქვე ჰარმონიაზე რო ახსენე, ხაზი უნდა გავუსვა, რომ ვერ ვიტყოდი, რომ ეხლა ჰარმონიაში და ნირვანაში ვარ წარმოდგენილი 24/7-ზე. მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ აი როცა ყველაზე მეტად დაღლილი ვარ, როცა ყველაზე მეტად მომბეზრ და რაღაცა რუტინაში ყოფნა, ყველაზე მეტად არ მომწონს დისციპლინაში ყოფნა, იმიტომ რომ მგონია რომ საუცილებლია. აი მაგ დროს მაინც როცა ჩემი არჩევანია რაღაცაზე მუშაობა, რაღაცის გაკეთება, რაღაც გზის მიყოლა, რაღაცნაირად მაინც ქარწყლდება ეს ყველაფერი და ახალი мотиваცია მეძლევა და ახალი ენერგია
გენერირდება. და სიახლეები შემოდის მე ყოველთვის ჩვენს ცხოვრებაში. კი. და აი ხაზი უნდა გაუსვა იმას, რომ ჩვენი განწყობა არის სამყაროს მიმართ, აი ძალიან ბევრი რამის განმსაზღვრელი, აი ძალიან ბევრ შესაძლებლობასაც და ბარიერსაც ჩვენ თვითონ ჩვენი განწყობით ხშირად ვქმნით. აი ძალიან ხშირად და ეს არის რაღაც, რაზეც სულ ვფიქრობ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ უფრო მეტად უნდა ვიყო პოზიტიურად განწყობილი სამყაროს მიმართ. გარემო ფაქტორების მიმართ, რომ კიდე უფრო მეტი რაღაცა გზა დავინახო. ეს არის ალბათ გამოწვევა, რომელიც ჩემ თავთან მაქვს, რომ უფრო მეტი რაღაცა ოპტიმიზმით შევხედო გარემოს. ხო, მაგრამ აი როცა ცუდად ვარ, ეს ნიშნავს, რომ ვთქვა, რომ კარგად ვარ? არა. მაგას ცალსხად დავასუსტოთ მაინც, იმიტომ რომ მაგას ცალსხად ანიშნავს, ეს მგონია რომ ძალიან ტოქსიკური პოზიტიურობა. ხო, იმიტომ რომ არ მგონია რომ ეხა ეგ გეთქვა და ამიტომ დავასუსტე. არა, პირიქით. პოზიტიური აზროვნება და პოზიტიური კარგია, მაგრამ როცა ცუდად ხარ, ცუდად ხარ. ზუსტად. აქ ალბათ უფრო ვიტყოდი, რომ როცა ცუდად ხარ, შენ თავს მისცე უფლება რომ იყო ცუდად. ცუდად, კი. აღიარო რომ ცუდად ხარ, საყვარელ ადამიანებს გაუზიარო რომ ცუდად ხარ და ჩემ თავს ვეუბნები ამას. იმიტომ რომ ზოგჯერ არის ხოლმე რომ არ მიყვარს ამაზე საუბარი, რომ თავს ცუდად გრძნობ. და თუ კი ამას შენთვის ასე ვთქვათ, საყვარელ ადამიანებს უზიარებ და support system რაც შენთვის არსებობს უზიარებ, ბევრად უფრო მარტივად შეგიძლია ამ მდგომარეობისგან თავის აღწევა. ვიდრე იცახო რომ ყველაფერი კარგად იქნება, ანუ ყველაფერი კარგად ვერ იქნება. ზუსტად. ყოველთვის. ეგ გულწრფელად რო გითხრა მაღიზიანებს. აი ძალიან ეს პოზიტიური აზროვნებაც. კარგად იქნება. ხო, კაი. იყოს. ანუ რას მაძლევს ეს სიტყვა? ხო, ნუ ეხა შეიძლება ვიღაცას აძლევდეს რაღაცა იმ მომენტში დაამშვიდოს, მაგრამ ნამდვილად ეგ არის. აი მე ჩემში პირიქით გაგიზიარებს იწოვს. რომ ეგ გაკმაყოფილებდეს ალბათ. ალბათ. პირიქით ჩემთვის არის რომ ის ემოციური მდგომარეობა რაც მაქვს თუ უგულებელყოფილია. არა, აი თუ გავიარე პირიქით, აი ეს სირთულე. ხო. თუ გამოვხატე, თუ რაღაცა დავარეგულირე ეს ჩემი ემოციები, მე შემიძლია მჯეროდეს რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვალო. კი და ამის საპირწონედ ვთქვი რომ თუ უგულებელ ხავი, კარგად ხდის კარგად. იმიტომ რომ უნდა გაიარო. ამას აქვს თავისი ფასი, თავისი დანიშნულება, თავისი მიზანი და თავისი ძალიან დიდი სიკეთე. საკუთარ თავს მისცე მაგისი ფუფუნება. კი, და უფლება. რომ იყო და უფლება, რომ კი იყო ცუდად. ძალიან კარგი რაღაც ახსენე და მაგას მინდა ხაზი გავუსვა, რომ როცა რაღაც იცი და როცა რაღაც უნდა პირიქით ემოციურად გაიარო. იმიტომ რომ ძალიან კარგი ანალიტიკური უნარების მქონე ადამიანები, ძალიან ესეთი სტრუქტურული ადამიანები, თუნდაც ვინც მრავალი წელია მენეჯმენტშია, თუნდაც ვინც ძალიან კარგი პროფესიონალია თავისი საქმის და ასე შემდეგ, ფაქტების დონეზე და ცოდნის დონეზე ყველაფერი ყველამ ვიცით. შენც იცი რა ჯობია, მეც ვიცი რა ჯობია. შენც იცი რა არის უკეთესი, მეც ვიცი რა არის უკეთესი. თუ არ ვიცი, დღესდღეობით მაგაზე მარტივი არ არის რომ მოვიწიო ინფორმაცია და მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ეს ცოდნა, ფაქტობრივი ცოდნა არ გვეგონოს საკმარისი და პირიქით ემოციური რაციონალიზმი არ არის საკმარისი. აი რაციონალური ასპექტი ყოველი ასე ვთქვათ სიტუაციის არ ჩავთვალოთ საკმარისად და ეს ყველაფერი ემოციური თვალსაზრისითაც გადავხარშოთ და გადავიაროთ. ზუსტად, ამიტომ მნიშვნელოვანი ემოციური ინტელექტი დღესდღეობით განსაკუთრებით. ნამდვილად და აი თუნდაც ACT ინსტიტუტის ფარგლებში ჩვენი პროგრამებიც ნახე აი ამას ემსახურება და ძალიან დიდ რაღაცა პარალელს ვავლობთ ხოლმე და დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამას რომ საუკეთესო ფაქტობრივი რაციონალური ცოდნები შენ შეგიძლია დღეს ChatGPT-ს კითხო. ზუსტად. აღარ გვიკვირს რა? აღარავის აღარ უყვარს. ფაქტები არ გაძლევს უკვე აღარაფერს. პირიქით შეიძლება საუკეთესო workshop-ი, ტრენინგი, განვითარების პროგრამა იყოს ის, რომელიც გაგატარებს ყველაზე საინტერესო პროცესს, რომელშიც შენი თავის შესახებ, შენი გარემოების შესახებ რაღაც ახალს იგებ და სწავლობ. იმიტომ რომ ფაქტობრივი ცოდნა უკვე წარსულს ჩაბარდა და ეს არის ძალიან ასე ვთქვათ, კი, საჭირო, მაგრამ არასაკმარისი პირობა. აი წეღარო ვსაუბრობდი, რომ სწრაფად ცვალებად გარემოში ვართ და სამყარო იმდენად სწრაფად იცვლება, რომ თუ არ მიყევი რა ნაბიჯებით, ზუსტად ეგ დრო არის და ეგ საჭიროებები, რომ აღარ არის საკმარისი რაციონალიზმი და მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა. აღარაფერს აღარ გვაძლევს. წინა 10 წლეულებში კიდე რაღაცას შვებოდა. ახლა
მართლა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში აღარ უყვირს ვინ რა იცის და ვინ რამდენი იცის, იმიტომ რომ აღარ იზომება, რა ცნობიერება ამით აღარ იზომება და ამიტომ შემოვიდა ჩემი აზრით განსაკუთრებით საჭიროება ემოციური ინტელექტის. იმიტომ რომ ჯერჯერობით თან ხელოვნური ინტელექტი აქ ისედაც ვეღარ გვეწევა და მით უმეტეს სანამ დაგვეწევა ჯერჯერობით ხო? ხო, ნამდვილად. აი ეს და აქვე გავუსვამდი ხაზს, რომ აი ეს რაციონალიზმში ჩარჩენა, ასე ჩარჩენა არა, მაგრამ ძალიან დიდი კონცენტრაცია რაციონალიზმზე არის გავრცელებული, არ ვიცი, ყველა ორგანიზაციულ დონეზე და ინდივიდუალურ დონეზეც. იმიტომ რომ მენეჯმენტშიც ხო, გქონია რომ თუ ვიცით საკმარისია და თუ საკმარისია წერია, აქ წერია. თუ საკუთარ ტყავზე არ გავიარეთ? ვერა, და ამ დროს ამის იქით რამდენი რაღაცა შეიძლება ხდებოდეს მთელი რაღაცა, რომელიც სრულიად სხვა უნარებს მოითხოვს. ნამდვილად. და შეიძლება ვიღაცას ეს ბუნებრივად კონდეს და შეიძლება არ კონდეს, მაგრამ სრულიად გამომუშავებადი არის კიდევ. ხო, რა თქმა უნდა, თუ შენ თავზე მუშაობ, ყოველთვის შესაძლებელია, რომ რაღაც არსებულ მდგომარეობაზე ბევრად უკეთეს ეტაპამდე მიხვიდე. საბა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ასევე ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მომიწვიეთ. ჩემთვისაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო, მინდა გითხრა ეს ჩვენი საუბარი და მგონია რომ რაღაცა 2-3 წუთია ერთმანეთთან ვსაუბრობთ და მგონი უკვე 1 საათი გავიდა. კი, საკმაოდ ბუნებრივი უღრმესი და მინდა რომ ძალიან დიდი წარმატება გისურვო აი ამ შენი კონცეფციის ფარგლებში, რასაც თვითფლობა ემსახურება და მგონია რომ აი ძალიან ესეთი კარგი გავლენა ექნება როგორც ადამიანებზე, ინდივიდებზე, ახალგაზრდებზეც და არა მარტო იმ საქმეს, რომელსაც შენ აკეთებ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის და გულწრფელი სურვილისთვის. და მოდი ჩვენი საუბარი დავასრულოთ შენი მიმართვით, რას ურჩევდი ადამიანებს, განვითარების გზაზე მყოფ ახალგაზრდებს, არა მარტო ახალგაზრდებს, შენი გზავნილი რა იქნებოდა მოკლედ? ალბათ ჩემი გზავნილი იქნებოდა, რომ არასოდეს თქვან უარი ახალი გამოცდილებებისთვის. ვგულისხმობ აი ისეთ გამოცდილებებს, რომელიც შენს თვალსაჩინოს აფართოვებს, გაიძულებს რომ კომფორტის ზონა დატოვო. ცოტა არაკომფორტულია. კი. მაგრამ ეგ არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა, რომ განვითარდე და რაღაც ისწავლო. კი. ეს იქნებოდა ჩემი თხოვნა მიმართვა.